ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 11 პირს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გალუსტაშვილმა მუხლი გადააკვალიფიცირა და ყველა მათგანი დამნაშავედ 226-ე მუხლით ცნო. რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიურ მონაწილეობას. დაკავებულებს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ედებოდათ. მე გავზარდე 2 გმირი შვილი დედა. მე ვარ ტერიშვილების დედა, ერიშვილი მამუკა, რომელიც მომიკლეს. ქართული დროში დღეში და ერიშვილი გიორგი. მე მიამაყებარ ესეთი შვილები მყავს, მაგრამ ესენი ვერ გაზრდიან ესეთ შვილებს. ვერა. დღეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული ნიკა კაციას განაჩენიც გამოცხადდება. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. კაციამ დღეს საბოლოო სიტყვა თქვა, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. კაციას ნარკოდანაშაულს ედავებიან. დიდმა ბრიტანეთმა რუსი ჩინოვნიკებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა შორისაა ახმად კადიროვის ფონდი და რამზან კადიროვის დედა. სანქციები დაწესდა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში არიან ჩართულები.